სახეზე გვაქვს უპრეცედენტო შემთხვევა საერთაშორისო ურთიერთობათა სასანქციო დასჯით სისტემაში. ლეიბორისტული პარტიის 12 წლიანი ბრძოლა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დასასანქცირებლად, რაც დააგვირგვინა ჩვენი ხალხის გმირულმა საპროტესტო მოძრაობამ, გუშინ გამოიწვია ის, რომ ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, რაც ნიშნავს, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული საოკუპაციო კრემლისტური რეჟიმი საკანონმდებლო დონეზე იქნა სანქციების რანგში შეგდებული. პირდაპირ გეტყვით, ამერიკის კონგრესს თვით ჰიტლერის მიმართ არ მიუღია სპეციალური კანონი ნაცისტი დამნაშავეებისა და სხვა მსოფლიოში ღვთისმსხურიდან გადავარდნილი დიქტატორების წინააღმდეგ მსგავსი კანონი ამერიკის სამართლებრივ პრაქტიკას არც კონგრესში, არც სენატში არ ახსოვს. სანქციები მთავრობის გადაწყვეტილებით ხორციელდებოდა კონკრეტულ პირებზე ისტორიულად. დღეს უკვე ეს ყველაფერი რეჟიმის აი ამ ძირგამომპალი ერის მტერის სისტემის მოცილება არის ამერიკის ოფიციალური საგარეო პოლიტიკაც. მე მინდა უდიდესი მადლობა უთხრა შეერთებული შტატების ხელისუფლებას, ორივე პარტიას, რესპუბლიკელებს და დემოკრატებს და აღნიშნო, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე არც ერთი სხვა სახელმწიფო არ დამდგომია გვერდით ისე, რაც ეს გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. და ეს დღევანდელმა და მომავალმა თაობებმა ყოველთვის უნდა დაიმახსოვრონ და იყვნენ მადლიერნი ჩვენი დიდი მეგობრებისა. მაგრამ მეგობრებო, არ არის პრობლემა მარტო ივანიშვილი. ივანიშვილი ოლიგარქიული სისტემის ამომწვერვალებაა. მას ძირ ზურგს გვერდებს უმაღრებს კრემლისტური ოლიგარქიული მწვანე დოლარის სავსე მუთაქები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ დროს აიღონ ივანიშვილის როლი და გააგრძელონ იგივე, რასაც აკეთებდა მათი წინამორბედი. ამიტომ ჩვენ წარმოვადგინეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში დასასანქცირებლად მთელი ეს ხროვა, რომელზეც სისტემა აგებული. აქ ხედავთ ალბათ შედის ივანიშვილის კორუმპირებული ოჯახის ყველა წევრი, რომლებიც ერთმანეთზე ღვთისმსხურიდან გადავარდნილები გამოდგნენ. იმასაც არაუბნებიან მამას, რომ ჩვენს თანატოლ ახალგაზრდებს დაანებეთ, ავი ნუიჭერ, ნუცემ დაყობას ნუამდრო, აღარ არის საუბარი სხვა რამე მორალურ ღირებულებებზე. აქ შედის მოსკოვში სარეზერვოდ გამზადებული ბანდიტების ჯგუფი ქართული გვარებით, ხიდაშელები, ლონთაძეები, ასლან აბაშიძეები, სოსო ორჯონიკიძეები, გაიაშვილები, ხარებავები, ჩხაიძეები, კაკაბაძეები, რომან ფიფია, ცეცხლაძეები და აქ შედის ადგილობრივი ბანდა ოლიგარქებისა, ჩხარტიშვილები, კალაძეები, ირაკლი რუხაძე, ფხაკაძე, გილაური, მეორე გილაური, ძმა პაპაშვილი, ორივე ძმები პაპაშვილები, ძმები ბეჟოაშვილები, ძმები შარანგიები, ხვიჩა მაკაცარია, ყარამანაშვილები, ძმები ეს მაფიაში ეთყობენ ზმობა ახაური ის არის, პრაქტიკა არ ერთად უნდა გამაფიოზდნენ. კაპანაძე, რიჟა, კუტანიძე, ილია წულაია, ოდიშარია, ზაადუგლაძე, კახაბექაური, გონჩე ნუკიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი ქუმსიშვილი, ნოშრავარი ნამორაძე, თუმცა ესია გაიზრდება დაემატება მამაშვილი ინჯიები და სხვა ღვთისმსხურიდან გადავარდნილები. სანქციების პროცესი გაგრძელდება და არ დამთავრდება ის მარტო ივანიშვილით. იცოდნენ ამ ვირთხებმა, რომ ქართველი ხალხის რისხვას ისინი ვერ გადაურჩევენ უპირველესად და ჩვენი მეგობრების სანქციები არ აცდებათ, ხოლო მათი ქონება მიტაცებული ჩვენგან მოქცეული იქნება საქართველოს ბიუჯეტში ჩვენი ყველა მოქალაქის, მათგან დაზარალებული ადამიანების საკეთილდღეობით. ეს ჟამი დგება.